რო შეხედო სტუდენტების უმრავლესობას, მე თავსდადები იქნება უმრავლესობა არ იქნება სტუდენტი. სტუდენტი თუ შენ უყურებ როგორც ადამიანს, რომელიც სადაც შენობაში და სადაც სწავლა უნდა, ცოდნის მიღება უნდა, ნებისმიერი მოტივი ჯარიდან დაწყებული, დედამასე მითხრა, ცოლი ქმარი მინდა ვიპოვო, კარგად გავერთო, ნებისმიერი მოტივი უფრო ძლიერი იქნება და უფრო მეტ სტუდენტს შეეხება, ვიდრე სწავლა მინდა. და ესეც სხვადასხვა მარტო მათი ბრალი არის, იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანაში არანაირი კავშირი არის სწავლის ხარისხსა და წარმატებას. და ამიტომ ხა თუ ხედავს რომ ვიღაც დეგენერატი წარმატებულია ორჯერ არ იცის, რა ვიცი, რატომ უნდა ისწავლოს კვანტური ფიზიკა, ეგრე ჯობია რა ვიცი, კოლ-ცენტრებში სწავლა და ფულს იშოვის. და ამიტომ ეს ხა მარტო სტუდენტების ბრალი არის, მაგრამ სტუდენტებიც არ ყავს. და წარმოგიდგენთ რომ ეხა GPI-ს რო შევერთებენ TSE-ს და რომელიღაც GPI-ს ლექტორი რო დარჩეს უმუშევარი და სტუდენტები ახვდა რა მაგარი ლექტორია როგორ გავიდეთ მისი სასწავლო გაშვებაო. აი ეს არ მოხდება, გაიგეთ? ამიტომ არანაირი ღირებულება არ აქვს და 0-0-თან რო გაერთიანო, 0-0-ს რო გამოვაკლო, არაფერი მნიშვნელობა არ აქვს, რომელია მართლა სიამის უნივერსიტეტი. ეხლა გასაგებია რომ ვიღაცა შეიძლება მეტი სენტიმეტრი ქონდეს რაღაცასთან და TSE უფრო ვიღაც კარგი უნივერსიტეტი ითვლებოდა ვიდრე GPI, მაგრამ არც ერთი არ არის უნივერსიტეტი შინაარსობრივად. რომელი უნივერსიტეტი იყო სტუდენტური მაგალითად რაღაც მოძრაობების ესე ცენტრი, როგორც არა ის რაღაც დეგენერატორები ისო იყო აუდიტორია ასე თუ რაღაც არამედ ისეთი რაც მართლა რაღაც იდეის მატარებელი იყო, რომ სტუდენტები მივიდნენ, ლექტორებთან იდეები გაარჩიეს და ლექტორებთან მიტინგზე გავიდნენ, რომ რაღაც აი უკეთესი საქართველოსთვის რომ რაღაც აკეთებ. ანუ რაც უნივერსიტეტი გააკეთებდეს, მიუხედავად რა ფაკულტეტია, ფიზიკა თუ რაღაც ანთროპოლოგია. და რომელმა გააკეთეს, GPM გააკეთა თუ TSE-მ გააკეთა. უბრალოდ ქვეყანაში არის არ გაუკეთებია ეს ზოგადად არცერთ უნივერსიტეტში. მაგრამ თუ საერთოდ საერთოდ არ ხო, და ეს დიდი უნივერსიტეტებია, ბევრი სტუდენტი იყო, ათასობით სტუდენტი იყო, მარტო დოქტორანტი უფრო მეტი იყო TSE-ს ვიდრე ის ზოგ უნივერსიტეტს სტუდენტს, ხო. ხო და ძალიან ფიქცია. აი დოქტორანტებიდან ყოველ მეასეს რომ რამე ის აღმოჩენა გაეკეთებინა TSE-ში. TSE იქნებოდა სოფლიო ცენტრი მეცნიერების. ყველა დოქტორი დაწუნებული ვარ რამე შემთხვევით თუ იქნება რამე დისერტაცია რომელიც ღირებულია. აი უბრალოდ ინდივიდუალური საქმე ამის აბავში, თორე ისე ყველაფერი პროფანაცია.